მოგესალმებით ძვირფასო საზოგადოება, მშვიდობა და წყალობა არ მოგაგვლოთ ღმერთმა. ვაგრძელებთ საუბრებს ჭეშმარიტი ორიენტირის ეთერში. დღეს ვისაუბრებთ პროტესტანტიზმის შესახებ და მისი გამოვლინებანი, ასე ვთქვათ, ნაკლოვანებები, როგორ წამოჩნდა თვითმართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშიც მოდერნიზმის სახით. თავიდანვე ვიტყვით, რომ პროტესტანტიზმი, თვითონ სიტყვა პროტესტი გულისხმობს იმას, რომ კათოლიციზმის მიმართ, პაპიზმის მიმართ, რომელმაც დაამახინჯა მთლიანად სულიერი და ზნეობრივი გარემო თავის წიაღში, ცხადია გამოიწვია სამართლიანი პროტესტი საზოგადოებაში, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ აი ამ კატეგორიის ადამიანებს რაღაცნაირად ქონოდათ დაბრუნების სურვილი მართლმადიდებელ წიაღში, რომლისგანაც გავიდა კათოლიციზმი, ამ ადამიანებმა შექმნა ახალი რელიგია რეფორმაციის სახით, რასაც პროტესტანტიზმი ეწოდა. მისი ფუძემდებელი იყო ლუთერი, რომელმაც პირველად წარმოაყენა ეს თეზების სახით, ის პროტესტი კათოლიკური ეკლესიის, იგივე პაპისტური, ესე იგი საკრებულოს წინააღმდეგ. ამის შემდეგ ვიცით, რომ კალვინმაც განავითარა პროტესტანტული იდეები და შემდეგ ზოგადად პროტესტანტიზმმა იმდენი სახეობა და ნაირფეროვნება მიიღო, რომ დღეს მათი რიცხვიც იმდენად ბევრია, რომ ვეღარც ჩამოთვლის კაცი. როგორც თქვით, პროტესტანტიზმი თავის თავში შეიცავდა პროტესტს პაპიზმის წინააღმდეგ, იმიტომ რომ პაპიზმმა დაამახინჯა სამართლებრივი მხარე ეკლესიისა. თუ ჩვენ პაპიზმში გვაქვს საქმე პაპო ცეზარიზმთან, ანუ როცა პაპის უფლებამოსილება აჭარბებს ყველაფერს, არა მარტო ეკლესიაში, არამედ თვით სახელმწიფოშიც კი პაპებს ჰქონდა დიდი უფლებამოსილებები და აღმატებული ყველაზე ესეთი უფლებამოსილებები. ცხადია, ამან გამოიწვია შემდეგ ეს ძალაუფლების ზედმეტად გამოყენება და ინკვიზიციების და ინდულგენციების და სხვა რამე. აი ამის საპროტესტოდ და საწინააღმდეგოდ შეიქმნა ცეზარო პაპიზმის ერთგვარი გამოვლინება, როცა უკვე სეკულარული სახელმწიფო არ რეგულირებდა აი ამ პროტესტანტულ დენომინაციებს. ანუ თუ იქ პაპიზმში ჩვენ გადაჭარბებული სამართლებრივ სიტუაციებთან გვაქვს საქმე, აქ ვხედავთ, რომ მთლიანად პროტესტანტიზმი უგულებელყოფს წესგანგებას, დოგმატებს, ზოგადად იმ ტრადიციას, რომელიც ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა წმინდა გარდამოცემის სახით. მათთვის აპრიორი უპირატესობა წმინდა წერილს ჰქონდა მინიჭებული, მაგრამ დავინახავთ, რომ აი ამ კრიტიკამ და ესეთმა სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ წმინდა გარდამოცემის მიმართ, ზოგადად წმინდა მამების მიმართ, რომ თითქოს და ეს დამატება ესეთი იყო და არა ეკლესიის თვისება, ეს წმინდა გარდამოცემა და ზოგადად დოგმატური ცნობიერება, აი ამ კრიტიკამ მიიყვანა ისინი საშინელ მდგომარეობამდე, რასაც ქვია ყველა პროტესტანტი ფაქტიურად გახდა თვით გადამწყვეტი იმისა, თუ როგორ უნდა სწამდეს მას. ამიტომ წმინდა თეოფანი დაყუდებული ასე ამბობს, თუ კათოლიციზმში ერთი პაპიაო, აქ პროტესტანტიზმში შეიძლება ითქვას, რომ ყველა პაპიაო, ანუ ყველას აქვს უფლება, რომ თვითნებურად განმარტოს წმინდა წერილი ისე, როგორც ეს მას მოესურვება. ამან გამოიწვია სწორედ პროტესტანტიზმში ესეთი სიმრავლე კონფესიისა, რომელსაც ერთი სახე, ასე ვთქვათ, რომ პროტესტანტიზმი ერთი ეკლესიური რაიმე კონფესია და დენომინაცია, ესეთი რამე არ არსებობს. არსებობს მისი უამრავი განშტოება
შეიძლება ათასობითაც იყოს, ვინც ის დღეს მაგას როგორც გითხარით ვერ ჩამოთვლის კაცი. დავინახეთ რა აი ეს რეფორმაციის სურვილი პროტესტანტიზმმა იმის ნაცვლად რომ დაუბრუნდეს როგორც გითხარით წმინდა გარდამოცემას და მართლმადიდებელ წიაღს, საიდანაც გამოეყო პროტესტანტიზმი და კათოლიციზმი, პროტესტანტიზმად თავის მხრივ სწორედ ეს გააკეთა, რომ კიდევ უფრო გააღრმავა თავისი დაშორება ედედა ეკლესიასთან. იმის ნაცვლად, რომ სამართლიანი პროტესტის სახე მიღებულიყო და დაბრუნებულიყვნენ წიაღში, მათ შექმნეს ახალი დენომინაციები და ახალი კონფესიები, რომლებმაც კიდევ უფრო დაამძიმა მათი სულიერი მდგომარეობა. ჩვენ დავინახეთ, რომ პროტესტანტიზმში უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მიენიჭა გონების როლს, ანუ რაციონალურ აზროვნებას. იმდენად დიდი გახდა ეს რაციონალური აზროვნება და მეცნიერებისადმი ზოგადად ნდობა, რომ თავად სარწმუნოებრივი საკითხებიც კი უკვე განიხილებოდა მეცნიერული ჭრილ შუქში. ანუ თუ ჩვენ ვიცით, რომ წმინდა წერილში თქვათ არის უამრავი ადგილი, როგორც ძველ თქმაში, ისე ახალ თქმაში სასწაულებზე, ხომ წმინდა წერილის კრიტიკის სკოლები შეიქმნა, რომელშიც დაიწყეს მეცნიერულად კვლევა იმისა, თუ ნამდვილად იყო თუ არ იყო ესა თუ ის სასწაული. აი მაგალითად ძველ თქმაში მათთვის გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა სხვა გაპობულიყო ორად და ეგვიპტედან გამოსულიყო ებრაელიერი როგორც ხმელეთზე. მათთვის გაუგებარი იყო უამრავი სასწაული, რომელიც ძველ თქმაში ხდებოდა და ამას ყველაფერს უწოდებდნენ მითოლოგიას. და როდესაც ესეთი დამოკიდებულება ძველი აღთქმისადმი ჰქონდა, ცხადია, უკვე ახალ აღთქმაზეც გადმოვიდნენ და ერთ-ერთი თეოლოგი თვითონ პროტესტანტიზმისა, შლეიმაიხერი იყო ესეთი, ის ამბობს, რომ თუ ჩვენ ასეთი კრიტიკულები გავხდებით წმინდა წერილის მიმართ და ყველაფერს რაციონალისტური და ეგრეთ წოდებული მეცნიერული ხედვით გავაანალიზებთო, მაშინ ვშიშობო, რომ ჩვენ საერთოდ ეჭვქვეშ დავაყენებთო თვით ქრისტეს სასწაულებსაც კიო. და მართლაც ასე ხდება, რომ მათთვის თვითონ ეს სწავლება, რომელიც შემოთავაზებული ჰქონდათ მათ, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, სინამდვილეში იყო დიდი კრიტიკის საგანი. და ამიტომაც ეს სკოლები, საღვთისმეტყველო სკოლები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ერთნი ერთ სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებას აღიარებდნენ, მეორენი მეორეს. იყო თან ასეთი დამოკიდებულებაც პროტესტანტიზმში, რომ ცნებები იყო გაყოფილი მნიშვნელოვან ცნებებად და არამნიშვნელოვან ცნებებად. ადიაფორა ქვია აი ამ ტერმინს და ეს ყველაფერი ცხადყოფს იმას, რომ მათი შეხედულებები არ იყო პრინციპური და მყარი. აი ამ უპრინციპო დამოკიდებულებამ სარწმუნოებრივ საკითხებში მოიტანა ის, რომ ისინი პირველები გახდნენ აი ამ ეკუმენისტური საბჭოს წევრები, ანუ მათთვის ეს სხვადასხვა კონფესიები უკვე იყო დანაწილებული ჭეშმარიტებანი, რომელსაც ჭირდებოდა ერთიანი გაერთიანება, საიმისოთ, რომ შეიკრას რაღაცა გარეგნული სახით, მაინც მიეცეს რაღაცა ფორმა აი ამ ერთიანობისა. სინამდვილეში ვიცით, რომ პროტესტანტიზმი იმდენად დაყოფილია, რომ შეუძლებელია მისი გაერთიანება, მით უფრო გაერთიანება სხვადასხვა კონფესიებთან არის ყოველად მიუღებელი და შეუძლებელი. გარდა ამისა, წმინდა გარდამოცემისადმი ასეთი დამოკიდებულება, როგორც გითხარით, რომ ისინი უკვე ეჭვქვეშ აყენებდნენ ზოგადად წმინდა წერილის სიტყვებსაც კი, როცა საუბარია მკვდრების აღდგენაზე, როცა საუბარია თვით ქრისტეს სისხლსა და ხორცზე, ისინი უკვე ამას არა ჭეშმარიტი სიტყვით იღებდნენ, არამედ ალეგორიული სახით. მოკლედ, ერთი ის მიმართულება, რომელიც
ცალსახად წარმოაჩენს პროტესტანტიზმის აი ამ გარეგნულ ფორმალურ სახეს და რაციონალურს და არასულიერს იყო ის, რომ თვითონ ღვთისმეტყველებაში შემოიტანეს მათ კრიტიციზმის თერმა და მათთვის ყოველად მიუღებელი იყო საეკლესიო სამართალი და დოგმატური ცნობიერება ეკლესიისა, ეს ერთი მხარეა და შემდეგ ამ ტენდენციებმა სამწუხაროდ მოდერნისტულ თვალთახედვით მართლმადიდებელ წიაღშიც იჩინა თავი მოდერნისტი თეოლოგების სახით, როგორებიც არიან შმემანი, მენი, მეინდორფი, ოსიპოვი, ვთქვათ, კურაევი თუ სხვა სიზიულასები და ასე შემდეგ. ეს ხალხი ეკლესიის წიაღში უკვე მოქმედებენ ასეთი მოდერნისტული სახით და სინამდვილეში ნასესხები აქვთ ეს ყველაფერი არა ეკლესიიდან, არამედ პროტესტანტული სულისკვეთებიდან. რაც შეეხება ქრისტეს სისხლის და ხორცის თემას, ეს თემა პროტესტანტიზმში იყო წმინდა სიმბოლური სახის. ანუ მათთვის ყოველად გაუგებარი იყო და მიუღებელიც კი, როცა ჩვენ მართლმადიდებლები ვამბობთ, რომ როცა პური და ღვინო ლიტურგიის დროს გარდაისახება სისხლა და ხორცად, ეს არის უკვე ჭეშმარიტად სისხლი და ხორცი და არანაირი ალეგორიას, სიმბოლიკას თუ რაღაცა მსგავს ტერმინებს ადგილი არ შეიძლება კონდეს. ეს არის ის ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი, რომელთაც ცხოვრობდა ქრისტე, რომელთაც ჯვარს ეცვა, აღდგა, ამაღდა და როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს და წმინდა იოანე დამასკელიც იგივეს ამბობს, ეს არის ის ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელსაც ეთაყვანება ანგელოზები. ასე რომ ჩვენ აქ საქმე გვაქვს უკვე იმ დიდ ცდომილებასთან, რომელიც შემოიჭრა სწორედ რომ პროტესტანტიზმის კუთხიდან. ჩვენ რატო არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის საუბარი ზოგადად პროტესტანტიზმზე? ეს ვიცით რომ უმადლო და ყოველად მიუღებელი კონფესია გახლავთ, მაგრამ მისი განხილვა ჩვენ გვჭირდება ზედაპირულად მაინც იმისათვის, რომ დავინახოთ მისი ნეგატიური მეტასტაზები როგორ იჭრება მართლმადიდებლურ წიაღში. ანუ საღვთისმეტყველო თუ სულიერი კუთხით ეს პროტესტანტული თეოლოგია როგორ შემოიჭრა და სურვილი აქვთ რომ დაამკვიდრონ მართლმადიდებლურ წიაღში. ამაზეა საუბარი და ერთ-ერთი ყველაზე ძიმე ჩვენთვის აქტუალური დღეს სწორედ ეს გახლავთ, რომ თვით სისხლი და ხორცი ქრისტესი დადგა ეჭვ ქვეშ. ხშირად სამწუხაროდ მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი თეოლოგის მხრიდანაც და სასულიერო პირის მხრიდანაც მათთვის ან სიმბოლური მნიშვნელობის გახდა ეს უდიდესი საიდუმლო და უდიდესი სიწმინდე, ან აკნინებენ მას რაღაცა სახით. ნუ თქვათ ერთნი ამბობენ რომ ჩვენ ვეზიარებთ ქრისტეს არა აღდგომილს, არამედ ჯვარცმამდელ ქრისტეს, რაც ყოველად მიუღებელია, იმიტომ რომ ჩვენ ვეზიარებთ სწორედ იმ ქრისტეს, რომელიც აღდგა, ამაღდა ზეცად და არის მარჯვენით მამისა. იმიტომ რომ სწორედ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად ქრისტეს, როგორც ამას ქალკედონის კრება ბრძანებს, აი ამ ჰიპოსტასური შეერთების შედეგად არ შეიძლება ჩვენ უბრალოდ ვეზიარებოდეთ მხოლოდ კაცობრიულ ქრისტეს და არ ვეზიარებოდეთ მის ღვთაებრებს. ანუ ჩვენ სრულად ვეზიარებთ ქრისტეს და ეს არის წმინდა სწავლების გარდამოცემა. შესაბამისად, როცა დღეს თანამედროვე საზოგადოება, როცა აი ამ პანდემიის დროს საუბრობს სხვადასხვა კუთხით იმის შესახებ, რომ თურმე ზიარების შედეგად შეიძლება დავირუსდეს ადამიანი, უნდა უთხრათ აი ამ ადამიანებს, რომ შეუძლებელია უხსნელი, უკვდავი, უნებელი ქრისტეს მიღების შემდეგ ადამიანი დავირუსდეს, იმიტომ რომ ის არის შეერთებული, როგორც გითხარით, ჰიპოსტასულად, ქრისტეს მეტმაცობრივი ბუნება ისია შეერთებული და განუყრელად შერეული, რომ ერთი მეორეს ამდიდრებს, ასე რომ ეს სულიწმინდის მადლისეული ღვთაებრივი მდგომარეობა ქრისტეში სრულად არის და სწორედ ეს ქრისტეს სისხლსა და ხორცში სრულად არის მისაღები. თუნდაც ის მცირე ნაწილი იყოს წმინდა წვენისა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის სრული ქრისტე
რომელსაც ვიღებ ჩვენ. და არა მარტო ზიარების დროს, არამედ როგორც კი ევქარისტიის მომენტში მისი გარდაქმნა, გარდასახვა ქრისტეს სისხლსა და ხურცად მოხდა პურისა და ღვინისა, მას შემდეგ ის არის უკვე სრული ქრისტე თავისი მთელი შემადგენლობით და ასე რომ მისი დაყოფა რაიმე სახით, რაიმე ალეგორიის, სიმბოლური თუ გარეგნული ფორმებისა ყოვლად მიუღებელია. ეს არის სრული მიღება მაცხოვრისა და შესაბამისად როცა ადამიანის განხთობა ხდება, სწორედ ამისთვის არის, ხო? ღმერთი გახდა ადამიანი, რათა ადამიანი გახდეს ღმერთიო. ღმერთი არა მადლით, არამედ ბუნებით, როცა ადამიანი ხდება განხთობილი, აი ამ გაგებით და არავითარ შემთხვევაში რაიმე ჰიპოსტასურ ნიშნულობებზე საუბარი არ არის. ანუ ჩვენ სწორედ ამისთვის ვეზიარებით ქრისტეს, ხვდებით მისი მადლის მატარებლები, თვით ქრისტე შემოდის ჩვენთვის, ჩვენში და არავითარ შემთხვევაში სხვა რაიმე სიმბოლური დატვირთვა ამას არ შეიძლება კონდეს. პროტესტანტიზმმა თავისი კვალი დაატყო ჩვენს ღვთისმეტყველებას იმ სახითაც, როცა ის საუბრობს უკვე სხვადასხვა შეხედულებების მნიშვნელობაზე მართლმადიდებულ წიაღში. ანუ როცა არა კრებსითი დამოკიდებულება, არა დოგმატური განსაზღვრება, რომელიც 7-მა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და ასევე მსოფლიო ავტორიტეტულმა კრებებმა და წმინდა მამებმა გადმოცა ეკლესიას, ეს არის მნიშვნელოვანი, არამედ კერძო აზრებიც კი, რომლებითაც გამოირჩეოდა სხვადასხვა პიროვნებები ეკლესიის წიაღში, თუნდაც წმინდანი ყოფილიყო და მისი შეხედულება არ ეთანხმებოდა მთელი სისავსის გადაწყვეტილებას, აი ესეთი კერძო აზრებიც კი მათთვის გახდა მისაღები და სწორედ ამან განაპირობა არეულობის შემოტანა ღვთისმეტყველებაში. ჩვენ ხედავთ დღეს, რომ ეკუმენისტები, მოდერნისტები სწორედ აი ამ ტერმინებს იყენებენ, ხშირად დაესესხებიან ხოლმე წმინდა მამებსაც იმ კუთხით, რომ რაიმენაირად თავისი ცრუ შეხედულება ავტორიტეტად და ავტორიტეტულად და მართებულად აღიარონ ეკლესიით თითქოს და ეს ეკლესიის სწავლება იყო, მაგრამ ეს ასე ხშირად არ არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ წმინდა მამის აზრი მაშინ არის მნიშვნელოვანი და მისაღები, როცა ის მთლიანად ეკლესიის გონებას, ეკლესიის ცნობიერების მატარებელია და სისავსის მატარებელია ერთი ეკლესიის სხეულში. თუ კი ცალკეულმა პირმა სხვადასხვა კერძო აზრი გამოთქვა, ეს კერძო აზრი რჩება კერძო აზრად, რომელსაც ეკლესია არ იღებს. მაგრამ სწორედ პროტესტანტული სული, როგორც გითხარით, აკეთებს იმას, რომ ის მიუღებელი და კერძო აზრიც წამოწეულია წინ იმისათვის, რომ მოხდეს აი ამ ეკუმენისტურ ღვთისმეტყველებაში მართლმადიდებელი ეკლესიის ჩათრევა, რათა აი ამ დიდ სიბინძურეში, რასაც ეკუმენიზმი ქვია, რაიმანაირად გასვარონ დედა ეკლესია. მართლა დაგლოცოს, ხადია ბევრი სტომილება კიდევ და ბევრი თქმა შეიძლება პროტესტანტიზმის შესახებ, მაგრამ ჩვენ სწორედ აი ამ კუთხით გვინდოდა გაგვემახვილებინა ყურადღება მისი ნეგატიური ფორმები, როგორ შემოიჭრა საღვთისმეტყველო კუთხით ეკლესიაში და ასევე პრაქტიკული კუთხითაც, როდესაც თვით წმინდა სასწაულებს, წმინდა ნაწილებს, ხო, ზოგადად აღარ ეძლევა ისეთი დიდი მნიშვნელობა, რომელსაც როგორც ამას აკეთებს დედა ეკლესია. ზოგადად წმინდანების თაყვანისცემაც მათთვის მიუღებელია, სამართლებრივი მხარეც, დოგმატური მხარეც და ის სასწაულებიც უკვე გახდა მათთვის მიუღებელი, სწორედ მათი აი ესეთი რეფორმატორული სულისა და პროტესტანტული სულისკვეთების გამო. ღმერთმა დაგლოცოს და გაგვაძლიეროს. მომავალ შეხვედრამდე. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.